უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. საღამომშვიდობის მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა, მე ნიკოლოზ წულუკიძე გახლავართ და ჩვენ საუბრობთ თეატრზე და არაფერზე თეატრის გარდა. სულ ცოტა ხნის წინ გასტროლებიდან დაბრუნდა გრიბოედოვის თეატრის მიზნობრივი ჯგუფი ავთოვარ სიმაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებიც პეტერბურგში იმყოფებოდნენ და სწორედ ამ ჯგუფის თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტები ხატია ბერუაშვილი და კვანცა შარვაძე არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა გოგონებო, რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად და რა სპექტაკლი გქონდათ წაგებული და რა ფესტივალი იყო, რომ ორი სიტყვით გითხრათ. გამარჯობათ. ეს არის ფინური დრამატურგია. შარშან ბატონ ავთოს ყავდა მოწვეული ჩვენთან ფინელი რეჟისორი, რომელმაც თავისი მეგობრის და საკმაოდ ძალიან ცნობილია თავის ქვეყანაში დრამატურგი, მისი პიესა დაიდგა. კრისტიან სმეცი, დიახ. ხო და ეს პიესა უკვე მეორედ არის გასტროლებზე. პირველად ჩვენ ვიყავით ფინეთში, საკმაოდ წარმატებულად გაიარა ამ პიესამ და მეორედ იყო უკვე პეტერბურგში მიგვიწვიეს. ეს იყო პირველი შემთხვევა სხვათა შორის, როდესაც 19 წელია ტარდება ეს ფესტივალი ბალტიისპირეთის და დსთ-ის ქვეყნების ფარგლებში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა ასეთ ფესტივალში. ანუ მანამდე სულ პროფესიული თეატრები იღებდნენ. მანამდე სულ პროფესიული თეატრები იყვნენ, საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა მგონი სპექტაკლმა. ყველა კმაყოფილი იყო და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამ ყველაფერს. რაზეა სპექტაკლი და როგორ მიიღო იქაურმა მაყურებელმა მაინც ფინური დრამატურგია ქართული მსახიობების მიერ შესრულებით? სპექტაკლი არის ძირითადად ცხოვრებისეულ პრობლემებზე, სასოწარკვეთაზე, მარტოხელა-დედებზე, უმუშევრობაზე, შიმშილზე და ასე შემდეგ. სოციალურ პრობლემებზე. და მაყურებელმა მიიღო კარგად? კი, სხვათა შორის და ძალიან გვეშინოდა, რომ ჩავდიოდით ასე ვთქვათ კულტურის დედაქალაქში პეტერბურგში და ცოტა უცნაური სპექტაკლი იყო და ასევე პიესა თვითონ და ცოტა გვეშინოდა როგორ მიიღებდა ამას პეტერბურგელი საზოგადოება. მაგრამ ძალიან კარგად მიგვიღეს, ძალიან მოეწონათ. რეჟისორზეც რო გითხრათ, წარმოშობით ფინელი რეჟისორია და როგორ მოხდა თქვენი მათთან დაკავშირება და რამდენ ხანში დაიდგა სპექტაკლი? სპექტაკლი დაიდგა, თუ არ ვცდები, თვენახევარში. თუ არ თვეში, ხო. და ძალიან ნერვიულობდით, როდესაც ველოდებოდით, ბატონი არის, იმიტომ რომ ფინელი იყო, ჩვენ ქართველები ვართ, ის და ინგლისურად უნდა გველაპარაკა, ცოტა ისეთი უცნაური იყო ჩვენთვის და პირველად იყო, ასე ვთქვათ, ჩვენს ცხოვრებაში ასეთი გამოცდილება. ძალიან ნერვიულობდით, მაგრამ ძალიან კარგად მივიღეთ და ძალიან კარგად მიგვიღო, ძალიან დავმეგობრდით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, დღესაც ვმეგობრობთ და არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან კეთილი, ძალიან გამგები და მოსიყვარულე. იყო მაინც ენის ბარიერი თუ რა ენაზე ინგლისურად მიდიოდა რეპეტიციები? რეპეტიციები ინგლისურად მიდიოდა, ენის ბარიერი სხვათა შორის არ ყოფილა, კი ნერვიულობდით, იმიტომ რომ გამოცდილება სკოლაში, უნივერსიტეტში ყველას გვესწავლია ინგლისური, მაგრამ ზოგადად როდესაც მუშაობის პროცესია, მუშაობის პროცესია, ცოტა რთულად მოგვეჩვენა, რომ ფიქრობდით, რომ არ გამოგვივიდოდა, მაგრამ სხვათა შორის ძალიან კარგად გავარდით, თავს დავმეგობრდით, როგორც ხატიამ თქვა, არაჩვეულებრივი პიროვნება არის და რომელიც ახლა იწყებს გიორგი შალუტაშვილის ჯგუფთან ჩეხოვის დადგმას თეატრალურ უნივერსიტეტში. მოკლედ, თქვენ ხართ მესამე კურსზე, უკვე ორ საერთაშორისო ფესტივალზე მოასწარით წასვლა და აი რა ნახეთ ალბათ იქაური სპექტაკლები და საინტერესოა, როგორც ჩვენი ქართული სტუდენტების თვალით, რომელიც რუსულ გრიბოედოვის თეატრის მიზნობრივ ჯგუფში სწავლობთ, რითი განსხვავდება იქაური თეატრალური ხელწერა სხვადასხვა ქვეყნების, რომლებიც ფესტივალებზე იღებენ მონაწილეობას?
ну, როდესაც ფინეთში ვიყავით, კი დავესწარით რამოდენიმე სპექტაკლს, რა თქმა უნდა, საერთოდ არ გავს ქართულ სპექტაკლებს, სრულიად განსხვავებულია, სრულიად თანამედროვე, ცოტა უცნაურის მოგვეჩვენა, აი ძალიან ეფექტებზე იყო უფრო დამყარებული და პეტერბურგში სამწუხაროდ ძალიან დაკავებულები ვიყავით, იმიტომ რომ ახალი სპექტაკლი იდგმეოდა, ანუ სასწავლო პროგრამითაც ვიყავით მანდ წასულები და ძალიან ცოტა დრო გვქონდა თავისუფალი და სამწუხაროდ ვერ დავესწარეთ ერთ-ერთ სპექტაკლს, რასაც ძალიან გული გვწყდება. გასაგებია. ახლა თუ მუშაობთ საკურსო სპექტაკლზე ავტოვარს იმაშულთან და აი სად ნახავს საზოგადოება თქვენ სპექტაკლს, რომელსაც ითამაშებთ? საზოგადოება ალბათ დეკემბერში ნახავს ამ სპექტაკლს. ეს არის ჩეხოვს სკაუტ სამდას. საკმაოდ ინტენსიურად მიდის რეპეტიციები და ვფიქრობთ, რომ მე მგონი ჯერჯერობით კარგად. ძალიან მოგწონს მუშაობის პროცესი, ბატონ ავთოსთან ყოველი რეპეტიცია არის ძალიან დიდი მასტერ-კლასი ჩვენთვის და ველით ხალხს ჩვენს პრემიერაზე. დაახლოებით როდის აპირებთ პრემიერის გამოშვებას? დეკემბერში. დაახლოებით ალბათ დეკემბერში დავიცით ჯერ. კი ბატონო, ანუ თითქმის ერთი წელი დაგჭირა ცოტა ნაკლები პრემიერისათვის და ამ რთული პიესის დასაძლევად, თუმცა ისეთ ხელში ხარ ჩავარნილი, რომ ბატონი ავთო აუცილებლად ძალიან საინტერესოს და სტუდენტებისათვის პროდუქტიულ სპექტაკლს გააკეთებს, რომ მუშაობის პროცესის დროს თქვენ ძალიან ბევრი რამე შეისწავლოთ. კიდე ხوار გეგმოთ სადმე წასვლას თუ იგეგმება რამე? იგეგმება კიშინევი, რამდენადაც ვიცით. მე მგონი ხო პირველ მაისს წავალ კიშინევში, მოლდოვაში სტუდენტური ფესტივალი ტარდება რაღაც და ისევ ჩვენი გაყინული სურათებით, ჩვენი სპექტაკლით მივდივართ იქ. 1 მაისისთვის. მე მინდა ჩამოთვალოთ ის მსახიობები, ვინც მონაწილეობენ ამ სპექტაკლში, იმიტომ რომ ერთ-ერთმა თქვენმა ჯგუფელმა მითხრა, რომ ჩემ გვარს ხო გამოაცხადებთ რადიოში და მომავალი მსახიობები, რომელიც ეხლა იდგავენ ფეხს თეატრალურ ფიცარნაგზე და საკმაოდ ისეთი ამბიცია აქვთ, რომ საკუთარი სახელი და გვარი დაიმკვიდრონ თეატრალურ პროფესიაში. ჩვენი ჯგუფი საკმაოდ ისეთი კომპაქტურია, 4 გოგო, 4 ბიჭი ვართ. 2 გოგო ნუ აქ ვართ უკვე, მე ხატია ბერუაშვილი და გვანცა შარვაძე, ასევე ქრისტინე ბერუაშვილი და სოფი ჩალაშვილი და ბიჭები ვლადიმირ ნოვოსარდოვი, მიხეილ გავაშელი, დემეტრე ნაყოფია და დავით კოტოვი. 8 მსახიობი, რომელიც არის გრიბოედოვის თეატრის მიზნობრივი ჯგუფი. ასევე ძალიან საინტერესოა იმ სალექციო პროცესზე, რომელსაც გადიხართ თქვენ თეატრალურ უნივერსიტეტში და რომელიც საგნებია, რომელსაც ეუფლება. ეხლა ის მომავალი მსახიობი ეხლა იწყება უკვე მისაღები გამოცდები თეატრალურ უნივერსიტეტში, როგორც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში და ასევე ყველასთვის საინტერესოა რა ფარდება. ამიტომ იმ საგნებზეც რო გითხრათ, რა გიყვართ, რომელ საგანზე დადიხართ და რა სწავლობთ? გვიყვარს ყველა საგანი აბსოლუტურად, ეს არის ჩვენი ცხოვრება, სამსახიობოზე ისე არავინ არ მიდის თუ შენ მთელი სულით და გულით არ გინდა. წელს ჩვენ სწავლობთ სასცენო მოძრაობას, სწავლობთ ვოკალს, გვაქვს ოსტატობა, მეტყველება, წელს დაგვეწყო კამერასთან მუშაობა, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ვინაიდან და რადგანაც არა მარტო დრამის მსახიობები შეიძლება გავხდეთ, არამედ კინოც. გაიცით რა ხდება, ხო, შეიძლება ბედმა გაგვიღიმოს და ტელეეკრანებზეც გნახოს მაყურებელმა. საკმაოდ კარგად მიდის კი სწავლის პროცესი და ასევე პირველ კურსზე ჩვენ სწავლობდით რითმიკას, გვიტარდება ცეკვა საკმაოდ ინტენსიურად და პანტომიმა ქართული ცეკვა, ყველა საგანი არის არაჩვეულებრივ საინტერესო და მართლა თუ გინდა დაეუფლო ამ პროფესიას, არ უნდა გააცდინო ლექციები და უნდა იარო და თავი უნდა დააკლა. ამიტომ ჩვენ როგორც ბეჯითი მოსწავლეები ვცდილობთ, რომ არ გავაცდინოთ ხოლმე არაფერი. ნამდვილად ასე მინდა წარმატება გისურვოთ იმ საქმეში, რომელსაც თქვენ ემსახურებით და ფეხბედნიერი ყოფილიყოს თუნდაც დღევანდელი ამ გადაცემაში თქვენი სტუმრობა, თუნდაც იმ გასტროლებზე, რომელსაც არაერთგზის ყოფილხარ და აი კიდე უკვე მოლდოვეთში აპირებთ წასვლას და აქვე მინდა შევახსენო შეუსრულფას რადიომსმენელს, რომ გუშინ იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, იმ პერიოდში ეს იყო უმაღლესი წოდება, აკაკი ხორავას დაბადების დღე გახლდათ გუშინ და
მის მიერ შესრულებული როლები ნამდვილად გამორჩეულია თეატრალურ ხელოვნებაში და არა მარტო თეატრალურ ხელოვნებაში. მან თავის თანამოაზრეებთან ერთად აკაკი ვასაძესთან და სანდრო ახმეტელთან ერთად, რომელმაც სრულიად ახალი თეატრალური ხელწერა შექმნა, დაიწყო 20-იან წლებიდან ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი რუსთაველის თეატრში და ის სპექტაკლები, რომელიც ახმეტელის ხელმძღვანელობით იდგმოდა, სრულიად ახალი ქართული თეატრის დასაბამის მაუწყებელი გახდა. აკაკი ხორავა იყო ძალიან გავლენიანი, ავტორიტეტული პიროვნება, იმიტომ ის იყო თითქმის ყველა ჯილდოს მფლობელი საბჭოთა იდეოლოგიისა და იყო თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, იყო მრავალი პრემიის ლაურეატი, სწორედ პირველი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, პირველ ნაკადში სწორედ აკაკი ხორავა გახდა და მის მიერ შექმნილი როლები კინოში საბედნიეროდ შემორჩენილია, რაც გინახავს ვეღარ ნახავ. მამლუქი ახმოვანებს ხიქვთა ქორწილში, ჭირველ მეზობლებში თამაშობს, გიორგი სააკაძეში თამაშობს, ყველაზე მეტად ალბათ იქიდან ახსოვს ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს და ახალგაზრდა თაობას მე აქვს შესაძლებლობა რომ YouTube-ზე დევს ეს ფილმები და ჩაწერონ, ნახონ თუ როგორი არტისტები იყვნენ. მისი ხმის ტემბრი განსაკუთრებულად აღნიშნის ღირსია და მისი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი იყო ხალატი, რომელიც გიგა ლორთქიფანიძე 1966 წელს დადგა მარჯანიშვილის თეატრში. მან გადაწყვიტა რომ ყველა უფროსი თაობის მსახიობები, ვინც კი იყო ცოცხალი იმ პერიოდში შეეკრიბა. ეს იყო ვერიგვან ჯაფარიძე, სერგო ზაქარიანძე, მასო გოძიაშვილი, ჯებობატონო და სხვანი სერგო ზაქარიანძის ნაცვლად იქ იყო მერე უკვე სესილია თაყაიშვილი და აკაკი ხორავაც მიიწვია, უკვე წამოსული იყო თეატრიდან და მარჯანიშვილის თეატრში. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო და ამ კუთხითაც განსაკუთრებული იყო მისი ღვაწლი, იმიტომ რომ მიუხედავად იმ თაობათა შორის დაპირისპირებისა და იმ კონფლიქტისა, რომელიც ახმეტელის და მარჯანიშვილის მომხრეებს შორის მოხდა, მან გადალახა ეს სიამოვნება და მივიდა და ყოფილ მტრებთან და შემდგომში უკვე თანამოაზრეებთან ერთად ითამაშა გიგა ლორთქიფანიძის ამ სპექტაკლში. 1895 წლის 17 აპრილს დაიბადა და 1972 წლის 23 ივნის გარდაიცვალა. ისეთი დიდი მსახიობი როგორც იყო აკაკი ხორავა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით, მანამდე კი ერთმანეთს შევხვდებით თეატრში, რადგან თეატრი აუცილებელია ჩვენ ჯანმრთელობისათვის. ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე.